და ითქვას, რომ ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთი პირველი ქართველია, ალბათ ერთადერთი ქართველია, რომელიც აი აქ, ანუ სორბონას უნივერსიტეტში, ახლა გამოჩნდება მეორე სლაიდი, მოდით ნახოთ თავიდან სორბონას უნივერსიტეტი, სადაც ის სწავლობდა. იქ ნიკოლაძემ ძალიან ბევრი იშრომა და ძალიან ბევრი ისწავლა. 18 საათს მუშაობდა ბიბლიოთეკაში. ამ ამბების მოსაგონად მოგვიანებით წერდა: გამომიცდია ჩემს სიცოცხლეში შიმშილის უბედურება. მაშინ 2 დღეში არაფერი მიჭამია, მაგრამ მაშინ წიგნები მქონდა და იმათ კითხვაში მავიწყდებოდა შიმშილი. ნიკო ნიკოლაძეს პარიზში საუკეთესო სანაცნობო წრე ყავდა. ახლა მე გაჩვენებთ იმ ხალხს, ვისთანაც ქართველ ახალგაზრდას თანამშრომლობა თუ მიმოწერა აკავშირებდა. ესენი არიან ჯუზეპე გარიბალდი, ვიქტორ ჰიუგო, ალფონს დოდე, ემილ ზოლა. ამავე პერიოდში ნიკო ნიკოლაძე შეხვედრია კარლ მარკს, ახლა დაინახავთ მას ეკრანზე, გერმანელ ფილოსოფოსს და პოლიტიკოსს. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მიუღია ნიკო ნიკოლაძესთან, ქართველ ახალგაზრდასთან შეხვედრით. ეს ისეთი დიდი გავლენა ყოფილა, რომ მარქსმა მას ამიერკავკასიაში პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენლობა შესთავაზა. თუმცა ნიკო ნიკოლაძესაგან დელიკატური უარი მიიღო. 1868 წელს ნიკოლაძემ ციურიხის უნივერსიტეტში საჯაროდ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები. ამდენად ნიკოლაძე პირველი ქართველია, ვინც დისერტაცია ევროპაში დაიცვა. ესეც საამაყო ამბავია ჩემის აზრით. და ფრანგულ ენაზე დაწერილი მისი ნაშრომი იმავე წელს ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში. მოგვიანებით, კერძოდ კი 1875 წლის აპრილში პარიზში ფრანგულ ენაზე ნიკოლაძის მეორე წიგნი დეკადანსის პრესა დაიბეჭდა. ესე ძალიან დიდი გაქანების კაცი იყო. ნიკო ნიკოლაძემ ძალიან კარგად იცოდა სწავლის ფასი, მათ შორის ის კარგად აცნობიერებდა სწავლის როლს ქართველი ქალების ცხოვრებაში. თუმცა იმ დროისათვის ქალი და სწავლა კავკასიაში დიდად მიღებული არ იყო და შეიძლება ითქვას ცოტა სამარცხვინო ამბავიც კი გახდათ. ქალი უფრო ხელსაქმის, საშინაო საქმეების წარმმართველად მიიჩნეოდა. ამიტომ სწავლის სურვილით შეპყრობილი ორი დეიდაშვილის და მომავალი მოეუღლის ოლიკო გურამიშვილის დასახმარებლად ნიკოლაძემ იმ დროისათვის საკმაოდ ავანტიურისტული ნაბიჯი გადადგა. მე ძალიან მომწონს ეს ნაბიჯი, მაგრამ როიტყვენ აი ძალიან გათალხებდა. მოდი ახლა ერთად ნახოთ ეს ქალბატონები, ახლა გამოჩნდებიან ისინი ეკრანზე, აი მისი მეგობრები, მისი დები, მისი ბიძაშვილები. აი მოკლედ ამ ახლობელი გოგონების სასწავლებლად 1872 წელს ისინი მან ბიჭურად შემოსა და ესე გადაცმული ქალბატონები ჩუმად შვეიცარიაში სასწავლებლად გაუშვა. ქალების საზღვარგარეთ სწავლის უფლების მიცემა მაშინდელ საქართველოში აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ იყო, ამიტომაც ნიკოლაძის თამამი გადაწყვეტილება ბომბის გავარდნას ჰყავდა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ აი ამისათვის უფროსი თაობის წარმომადგენლებმა როგორ სასტიკად გააკრიტიკეს ჩვენი ნიკო ნიკოლაძე. მასვე უკავშირდება საქართველოში ტრანსპორტის სახეობად ველოსიპედის შემოტანა. ახლა მე გაჩვენებთ უნიკალურ ფოტოს. აქ ნიკო ნიკოლაძე ოჯახის წევრებთან ერთად ველოსიპედით დგას. სწორედ ნიკოლაძემ საქართველოში პირველი ორბორბლიანი ველოსიპედი ჩამოიტანა. აი აქ შემდეგ ფოტოს ნახავთ. ნიკოლაძის ოჯახის წევრები 1905 წელს ჟენევის მახლობლად ველოსიპედებით ეერნობენ. როგორც აკაკი დევიძე წერდა, საქართველოში ჩამოტანილი ეს ველოსიპედები პირველი პერიოდი აფეთებდა და აოცებდა ხალხს თავისი უცნაურობით. პარიზში ყოფნის დროს ნიკო ნიკოლაძემ ბევრი იზრონა ქართული შრიფტის გამარტივებისა და ქართული სტამპის მოწყობაზე. აი ჩვენ შრიფტი რომ მოგწონს ჩვენი შრიფტი, ეს ნიკოლაძის დამსახურება. 1873 წელს მან ჰექტოგრაფიული წესით დაბეჭდილი პირველი გაზეთი დროშა გამოუშვა. 1894 წელს ახლა ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოვყვე, ნიკო ნიკოლაძე კენჭისყრით ერთხმად აირჩიეს ფოთის ქალაქის თავად. მე ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. ისიც განსაკუთრებული ენერგიითა და მონდომებით შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. ფოთი მაშინ დაჭაობებული იყო, ის რომ ქალაქად ქცეულიყო, ამას ტიტანური შრომა ესაჭიროებოდა. ნიკოლაძე მართლაც რომ წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარა და ამ შრომის შედეგს ახლა მე თქვენ ეკრანზე გაჩვენებთ მე-16 სლაიდის სახით. აი ეს არის ქალაქი ფოთი ჩიტის ფრენის სიმაღლიდან. აი კარგად გეგმარებაზე იტყვა. აი კარგად მოჩანს ქალაქის გაშენების პრინციპი. ფოთის მთავარი მოედანი და მისკენ აი მზის სისტემით მიმავალი ულამაზესი 12 ქუჩის დაგეგმარება. თამამად გეტყვით. ეს არის არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ქალაქ-მშენებლობის შედევრი, რომლის შესაქმნელად ნიკოლაძემ 8-ჯერ ევროპაში და ჩრდილოეთ აფრიკის 12 სხვადასხვა საპორტო ქალაქში იმოგზაურა. ახლა მთავარი კითხვა, რომელი ქალაქი გახდა ფოთის მშენებლობის მთავარი წყარო? შემდეგი სლაიდი ვნახოთ და თქვენ მიხვდებით,
რომ შთაგონების წყარო არის პარიზი და ჩვენი ფოთი მართლაც პატარა პარიზია. რუსეთის იმპერიის გუბერნიაში, ერთ-ერთ გუბერნიაში ახერხებს ნიკო ნიკოლაძე პარიზის დაგეგმარების ქართული ქალაქის მშენებლობას. შემორჩენილია დღემდე 1899 წლის 16 ივნისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ავალებს ბერლინის, ლონდონისა და პარიზის საელჩოებს, ასევე ჰააგასა და ბრიუსელში რუსეთის მთავრობის მისიებს და იმპერიის დიპლომატიურ აგენტს კაიროში დახმარება აღმოუჩინონ ფოთის ქალაქის თავს უცხოური ნავსადგურების შესწავლაში. ფოთის ასაშენებლად ნიკო ნიკოლაძის მოგზაურობის ამბავი გაზეთ ფიგაროშიც კი დაბეჭდილა. მოგზაურობით მიღებულმა გამოცდილებამ და საკითხის სიღრმისეულმა შესწავლამ შედეგი გამოიღო. ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით ფოთში ააშენეს საავადმყოფო და სკოლები. ახლა გამოჩნდება ყველაფერი ეს ეკრანზე, გაიყვანეს წყალსადენი, ასევე არხები, რიონზე ააგეს ჯებირები და ხიდი. მდინარე მალთაყვაზე აშენდა საქართველოში პირველი რკინაბეტონის ხიდი, ახლა გამოჩნდება ის. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი აია სოფია სტილის დიდი ტაძარი აიგო. ფოთშივე გერმანელმა არქიტექტორმა და ინჟინერმა ედმუნდ ფრიკმა საქალაქო ბიბლიოთეკა, სასტუმრო ბრისტოლის შენობა, სახელმწიფო ისტორიის მუზეუმი, ყრუმუნჯთა საზოგადოების შენობა და საცხოვრებელი სახლები დააპროექტა. ფოთი იყო პირველი ქართული ქალაქი, სადაც ელექტროსადგური ჩაერთო. 1908 წელს კი ელევატორის აგება დამთავრდა. ის დღეში 300,000 ფუტზე მეტ მარგანეც საზღვარგარეთ გასატანად ტვირთავდა. ეს ამბავი ძალიან მომწონს. ნიკო ნიკოლაძემ ფოთი მარტო კი არ ააშენა და დამშვენა, არამედ გარდაუვალ აოხრებასაც გადაარჩინა. აი ტანში ზრუანტელი ახლაც მივლის. ამასთან დაკავშირებით ერთი ხალხური გადმოცემა არსებობს. 1906 წელს ქუთაისის დროებითმა გენერალ გუბერნატორმა მაქსუდ ალიხანო ავარსკიმ, რომელიც დასავლეთ საქართველოში რევოლუციური გამოსვლების სასტიკ ჩახშობას ხელმძღვანელობდა, ფოთის ასაუხრებლად დაიძრა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ქალაქი მიწასთან გაესწორებინა. მალთაყვის გზაზე რა გამბედავი კაცი იყო. ნიკო ნიკოლაძე გადაუდგა და შეაჩერა. ფოთი ერთი კვირის წინ უცხოეთში დავასხვიე და თუ დააქცევთ და დაანგრევთ, მთელი ზარალის ანაზღაურება პირადად ხელმწიფე იმპერატორს მოუწევსო. ალიხანო ავარსკი დაფრთხა, მეფე არ დააზარალო და უკან გაბრუნდა. ფოთი განადგურებას და მიწასთან გასწორებას გადაურჩა. ნიკოლაძემ როგორც დიპლომატმა, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწემ დიდი როლი შეასრულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის საქმეში. მას ეკუთვნის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი. დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ის წერდა და ეს სიტყვებიც აი ვფიქრობ, რომ მუდმივად უნდა გვახსოვდეს. ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვიზრუნოთ, მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიმუშაოთ. მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც. აი არ არის დღევანდღელობისთვის ნაკვამი. ქართველობისაგან არაერთ გზის გულნატკენმა ნიკო ნიკოლაძემ საყვარელი საქმისათვის თავის დანებება და საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეული მიმართულებისაგან ჩამოშორება მოინდომა. თუმცა მხარდამჭერთა შორის ერთ-ერთი უპირველესი დიდი ილია ჭავჭავაძე იყო, რომელიც ნიკოლაძეს საიმედო კაცს უწოდებდა და სთხოვდა არ წასულიყო საზღვარგარეთ, არამედ დარჩენილიყო და ეს სიტყვები არის ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი, იმიტომ რომ ილიას სიტყვებია მაგ უბედურს ქვეყანაში. ილიას შეგონებამ და ნიკოს მტკიცე ხასიათმა თავისი შედეგი გამოიღო. ნიკოლაძეს სიცოცხლის ბოლომდე საქართველოსათვის არ უღალატია და დღენიადაკ მხოლოდ მისთვის საიმედო საქმეებს აკეთებდა. ის იყო ამიერკავკასიაში მრეწველობის და ახლა ფოტოებს გაჩვენებთ სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების პიონერი. სწორედ მისი ინიციატივით ფოთსა და თბილისს შორის პირველმა მატარებელმა გაიარა. მალე ერთმანეთს ლიანდაგი დაუკავშირდა სამტრედია ბათუმი, ტყიბული ქუთაისი, თბილისი თელავი, თბილისი ბაქო და უფრო მეტიც სიტყვა ლიანდაგიც ნიკო ნიკოლაძის გამოგონება. შთაგონების წყარო დედამისის საბანზე ნემსით და ძაფით ნანახი ორი პარალელური ნაკერი და ფრაზა საბანს ვალიანდაგებო გამოდგა. ნიკო ნიკოლაძემ პირველმა საქართველოში ჩაუყარა საფუძველი რკინა ბეტონის გამოყენებას. ეხლა მე გაჩვენებთ მის საცხოვრებელ კოშკს ქალაქ ფოთში, აი გამოჩნდება. აი ასე გამოიყურება ის, თუმცა დღეს ასე გამოიყურება. სულ ასე არ იყო. ნიკოლაძის მისვლამდე კოშკი სულ სხვანაირი იყო. მოდით შემდეგი სლაიდი ვნახოთ, ახლა გამოჩნდება მეათე სლაიდი. აი ასეთი იყო. ნაგებობა დიდი ხანი გახდათ ოსმალთა ხელში და ამიტომ მასზე აშკარა იყო ოსმალური გავლენა. ვისაც ერთხელ მაინც და ახლა მიხვდი რატომ მკითხე, გაქვს თუ არა ნანახი სტამბოლში გალათას კოშკი მე. შენც გექნება ნანახი და აუცილებლად აღმოაჩენთ გალათას კოშკისა და აი ამ კოშკის სახურავის მსგავსებას, ძველი გადახურვის მსგავსებას, თუმცა
ნიკოლაძემ კოშკის სრული რეკონსტრუქცია განახორციელა და მას ევროპულ-ქართული იერსახე დაუბრუნა. სწორედ ამ კოშკში დღემდე შემორჩა საქართველოში პირველად ჩამოსხმული ბეტონის კიბეები. ნიკოლაძე და პირველობა განუყრელი სიტყვებია. ეხლა მე კიდევ ერთ უნიკალურ ფოტოს გაჩვენებთ. ის გადაღებულია გერმანიაში, ერქსლებენში 1902 წელს. აქ დგანან ნიკო ნიკოლაძე, მეუღლე ოლღა გურამიშვილი და ქალიშვილები რუსუდანი და თამარი. თუმცა მინდა დააკვირდე თავად ნიკოს, რომელსაც ხელში ფოტოაპარატი უკავია. ხო და ყველაზე მთავარი, ნიკო ნიკოლაძე პირველი ქართველია, რომელმაც საქართველოში პირველი სელფი გადაიღო. ამის დასტურად მე მის შემდეგ ფოტოს გაჩვენებთ. ნიკო ნიკოლაძემ პირველმა კავკასიაში გადაიღო აი სარკეში. პირველი სელფია. ნიკო ნიკოლაძის გზა იავარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. უფრო მეტიც მე ვიტყოდი, ეს გზა უფრო ნარეკლით სავსე გახდათ. საქართველოს ჭირნახულობამ და ფიქრმა მას ბევრი დარდი და უსიამოვნება შეამთხვია. ერთ-ერთ მოგონებაში ნიკოლაძე წერდა: რამდენჯერ დაგჭირდა დუშეთს ასვლა, რამდენი მეცადინეობა დაგჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის სათავეში ჩაგვეყენებინა. თბილისის ქალაქის თავად სომხებს დიმიტრი ყიფიანი ავარჩევინეთ. ქუთაისში აუწერელი ბრძოლის შემდეგ თვითმმართველობა შემოვახებინეთ. რასაკვირველია, ყველაფერი ამის გამო ბევრი მედამემდურა. ძალას უსარგებლო საქმეებზე გვაფლანგინებო. ხაზინის, ბანკის, თვითმმართველობის საქმეებით ქართულ ერთობას არ ხვევო. დავხუნე თავი და მოვშორდი ქართულ მწერლობას. ის საუკუნის წინ წერდა: ერთაზროვან, ერთბანაკ მდგომ ერს რა არ გაუვიდოდა. ჩვენ კი ერთმანეთს შევესიეთ და შევაკვდით. ერთმანეთი გავაბათილეთ. მტერმეზობელი ყველა იმას ლოცულობდა, წამკიდებელო წაკიდე, ორივეს თავი წაწყვიტეო. ტრის გულისა გავხდით, იმიტომ რომ თავის დროზე ურთიერთობა ერთმანეთთან ვერ მოვაწესრიგეთ და ვერ დავალაგეთ. 1973 წელს ნიკო ნიკოლაძე საფრანგეთში გაემგზავრა. მიზეზი მის გარშემო ატახილი შეურაცხყოფელი კამპანია იყო, რომელიც კულისებში დამალულმა კრიტიკოსებმა მოუწყვეს. ამასთან დაკავშირებით ნიკო ნიკოლაძე თავის სტატიაში მშვიდობით წერდა და აი ახლა ეს სიტყვებით თუ არ გაგახსენებს დღევანდელობას მითხარი. ბინძურ მიზნებს გვაწერენ. თავიანთ სულს და მოქმედებას ჩვენ თავზე გვახვევენ. კაცი, რომელმაც ღვიძლი ძმა გაძარცვა, ჩვენ ძვარცველს გვეძახის. ვინც ბანკოში შულერობით ფული მოიგო, ჩვენ გაიძვერას გვიწოდებს. ვინც მზითვისათვის ძუძუს მწოვარი და უნახავი ქალი შეერთო, ჩვენ პირადი სარგებლობის ძიებას გვწამებს. ვინც უფროსის ხელის ლოკვით ადგილი დაიმსახურა, ჩვენ უფროსების მორიდებას და მონობას გვაწერს. ვინც თავისი მასწავლებელი გასცა, ჩვენზე ამბობს სანდო კაცები არ არიანო და ვინც ქურდობაში დაჭერილი იყო, ჩვენ ქურდის სახელს გვარქმევს. ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია თანამედროვეობა არ გაგახსენდეს. 1919 წლის თებერვალში ნიკო ნიკოლაძე როგორც საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიის პირველი ნომერი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ახალი ქვეყნის აღორძინების უმთავრეს პირობად ნიკო ნიკოლაძე ეკონომიკურ განვითარებას და დიდ შრომას მიიჩნევდა. ამიტომაც წერდა: სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება. ქვეყანაზე არც ძალა არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო მავნებელი. მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი მკურნალობს და უტრინო ბავშვი რძის საჭამათშიც დაიხრჩობა. 1928 წლის 25 მარტს ნიკო ნიკოლაძეს ფილტვების ანთება დაემართა. 1 აპრილს კი ღამის 2-ის ნახევარზე თბილისში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. წავიდა ძველი საქართველოს უკანასკნელი მოჰიკანი, ილიასეული საქართველოს საიმედო კაცი. მადლიერმა ქართველმა ხალხმა საკუთარი სასვიქადულო შვილი მთაწმინდის მიწას მიაბარა და დიდებულ ქართველთა თანავარსკვლავედში სამუდამო ადგილი განუსაზღვრა.